მოგესალმებით, მეგობრებო, ეს იქნება მეორე გაკვეთილი ილუსტრატორის საწყისების და აქ ძირითადად გავავივლეთ ფორმებს, მარტივ ფორმებს, წრეს, კვადრატს და ასე შემდეგ, სამკუთხედს გავაფერადებთ და დავხატავთ მინიმალისტური ფორმებით რაღაც პატარ-პატარა ნამუშევრებს. იმისთვის მთელ ეკრანზე გამოგიჩენთ პროგრამის ინტერფეისს და ჩემს მშვენიერებას ცოტა ხნით გავაქროთ. როგორც წინა ჯერზე ავხსენით, ეს არის ჩვენი ფურცელი, artboard-ი, რომელიც არის გამჭვირვალე. იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ფონი თეთრი მაგალითად, აუცილებელია, რომ ამაზე გადავაფაროთ თეთრი კვადრატი. ეს აი აქ ფერები გვაქვს გამოტანილი. აი ეს არის ამ კვადრატის, რაც შეხა დავხატეთ. აი ამ კვადრატის ფერი. ანუ თეთრი. თეთრი შეგვიძლია გავხატოთ სრულიად ცისფერი. დავუმატოთ სრულიად იასამნისფერი გახდება ამ შემთხვევაში, თუ ყველაფერს დაბლა ჩამოვწევთ, უბრალოდ მაგენტა. არ არის მთლად იასამნისფერი. შეგვიძლია შევავიოთ, წითელი გავხადოთ. დავტოვოთ ამ შემთხვევაში ეს ფერი. უფრო კარგად რო ავხსნა ეს ფერები, მირჩევნია, რომ artboard-დან მოშორებით გავაკეთო. ნაცრისფერ ფონზე. თქვენთვისაც უკეთესი იქნება. აი ასე ვიღებთ ფერს. აი აქედან შეგვიძლია შევცვალოთ, გადავანაცვლოთ, გადმოვანაცვლოთ. როგორ ფერსაც გვინდა, რასაც მომნიშნავთ, იმ ფერზე დავსვავთ. ამას ქვია ფერის ჩასხმა. ანუ ფორმაში ჩავასხით ფერი. ამ შემთხვევაში, რაღაც მართკუთხედში ჩავასხით ცოტა უფრო მეტი მართკუთხედობა მივცეთ. ჩავასხით იასამნისფერი. მაგრამ ამას თუ დააკვირდებით, გარედან აქვს შავი კანტი. ეს რა კანტია? აი ეს არის ზუსტად აი ეს კანტი. უკან ხედავთ? წინ ჩანს, რომ არის იასამნისფერი და კანტი უკან გვიჩანს, რომ არის შავი. ამაზე თუ დავაკლიკებთ, წინ გადმოვა კანტი. ჩვენ შევძლებთ ამ კანტის ფერის შეცვლას. ოღონდ აუცილებლად არ უნდა დაგვაუწყდეს დაკლიკება ამაზე. ასე მივიღებთ თეთრ კანტს. დავუშვათ და გვინდა, რომ ეს კანტი იყოს უფრო დიდი. როგორ ვასქელებთ კანტს? აი ნახეთ, პოინტებში წერია კანტის გვერდზე. ძალიან სქელი შეგვიძლია გავაკეთოთ. აი ესეთი დიდი მსხვილი ჩარჩო გამოგვივა ამ შემთხვევაში. არსებობს კიდე ასეთი აქვე ძალიან საინტერესო რაღაცა opacity. ეს არის გამჭვირვალობა. რადგან 100%-ზე გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ შუქს არ ატარებს რა, ასე ვთქვათ. თუ ამას დავუწევთ გამჭვირვალობას, თითქოს ფერი შეეცვალა, მაგრამ სინამდვილეში ფერი კი არ შესცვლია. უფრო კარგად რო აგიხსნათ, მაგისთვის ვაკეთებ ახლა ამას. ამას თუ უკან ამოვდებ, ნახეთ, ამას ზემოდან გადავადებ, უკან მიჩანს ის კუბები, რაც დავხატე ამ წამს. თუ კიდევ უფრო დავუწევ, გამჭვირვალობას ვუმატებ ამით რეალურად, თითქმის ლანდშაფტს რაც უფრო მაღლა ავუწევ,
უფრო მეტად აღარ მიჩანს ის უკანა ფონზე განლაგებული ფიგურები. ფერი ასევე შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ფერთა პალეტი, ბევრნაირი გვაქვს, აი ამას ჩავავშლით და ძალიან ბევრნაირი გვაქვს. შემსაყრელი მარტივი გამოსავალი არის ხოლმე, როცა გრადაციების დადება მეზარება პირდაპირ აქედანვე პოვლობ გრადაციებს. მაგალითად, ასეთი მეტალის გრადაციები. ასევე გვაქვს ძალიან საინტერესო ასეთი გრადაციები. ნახეთ. ამას ახლა წინ წამოვედით, რომ უფრო კარგად გამოჩნდეს. თავისი აქვს უკვე ოფასიც და ყველაფერი. ნუ ასეთი. და ძალიან ბევრი ფერი აქვს, რომლის გამოყენებაც თავისუფლად შეგიძლიათ გაჩნია რასხატად. წინაზეც გავიარეთ, მაგრამ მაინც კიდე გავიმეოროთ. ეს ორი მაუსის ის არის, თუ რა ვიცი, ის არის, რითი განსხვავდება ერთმანეთისგან. ამით ვამოძრავებთ თვითონ ფიგურას, ასევე შეგვიძლია ფიგურის ფორმის ცვლაც, მაგრამ ერთიანობაში ვცვლით. ახლა კვადრატზე დავსვით. ამითი ფიგურას კი ვამოძრავებთ, მაგრამ ამასთან ერთად ვამოძრავებთ მის გარკვეულ ცალკეულ ნაწილებს, ისე რომ დანარჩენი უძრავად დავტოვოთ. აი ამითი მაგას ვერ ვაკეთებთ. ვერ ვუცვლით ფორმას. ისე როგორც აქ მაგალითად. მე უცებ სამკუთხედად გადავაკეთე, ხო? თუ ისე ოთხკუთხედი იყოს. ეს არის ამათ შორის ძირითადი განსხვავება. სხვადასხვა რამეში ვიყენებთ ორივეს. ხო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ილუსტრატორში ხატვის დროს არის ლეიერები. ამბობენ ხოლმე, რომ ილუსტრატორს ლეიერები არ აქვს, მაგრამ სინამდვილეში აქვს, რა ვიცი, აი, ეხა ერთი ლეიერი გვაქვს და ზუსტად ერთ ლეიერზე ვმუშაობთ, მაგრამ შეგვიძლია რომ დავამატოთ. გვაქვს მაგის საშუალება, აი. და გვექნება ახალი ლეიერი, რომელსაც მუშაობის დროს აი ნახეთ სხვა ფერი გახდა. ეს ლურჯია. თუ კიდე ახალს დავამატებ, იმას კიდე სხვა ფერი ექნება. აი ამას მწვანე აქვს. ამით გამოირჩევა ერთმანეთისგან ლეიერები. ლურჯი, წითელი, მწვანე. დააკვირდით? ამით უფრო მარტივად ვხვდები, რომელ ლეიერზე ვარ ახლა. რადგან მწვანე არის ფორმა, ესე იგი ამ ლეიერზე ვარ. წითელი თუ არის ამ ლეიერზე ვარ. ლურჯის შემთხვევაში ამ ლეიერზე. დასაწყისისთვის ჩვენ ეს ლეიერები არ გვჭირდება არაფერში. და შეგვიძლია გავასუფთავოთ და ისევ ერთ ლეიერზე ვიმუშაოთ. მაგრამ ამ ლეიერზეც ასევე არის რაღაცა ზემოდან, რაღაცა ქვემოდან.
დავუშვათ ეს დავალაგოთ ერთი მეორეზე და მინდა რომ ეს იყოს წინ ამისათვის რას ვაკეთებთ არსებობს ესეთი ვარიანტი აი აქ მოვკიდოთ ხელი და წარმოვიღოთ ზემოთ ამ შემთხვევაში ზემოთ გაჩნდება კარგია მაგრამ როცა ილუსტრატორში მუშაობ ძალიან აი აქ ძალიან ბევრი ამ ლეიერზე ძალიან ერთ ლეიერზე ძალიან ბევრი პატარა რაღაც გროვდება ხოლმე. თმის ღერი, წამწამი, თვალის ჩრდილი, ხატვის დროს განსაკუთრებით აი უამრავი რაღაც გროვდება. როცა ეს ყველაფერი არის ძალიან ბევრი ძალიან უსამართლოდ ბევრი აი ნახეთ და ეს მაქვს ბოლოში და აი ამდენი რაღაც გავხსენი მაგრამ ეს კიდე არაფერი იმასთან შედარებით რაც ხატვის პროცესში გროვდება ხოლმე აი ეს მინდა რომ წინ იყოს მოდი ეს გავამწვანოთ რომ უფრო ადვილი საცნობი იყოს რას ვეძებთ როგორ წამოვიღო წინ ისე რომ ყველას გადავადო ზემოდან ასე რომ დავიწყო სიარული რამდენხანს მოუნდები ვინ იცის ამ შემთხვევაში კიდე როგორც გითხარით არ არის იმდენად ბევრი პატარა ფორმა რომ ეს რაღაც რბია იყოს დაპატარავებული მილიმეტრი ზოგჯერ არც კი ჩანს ხოლმე ისეთი პატარა მაუს დავაჭერთ მარჯვენა კნოპკას ღილაკს უბრალოდ arrange და bring to front ამ შემთხვევაში ყველაზე წინ წამოვიდა არსებობს კიდევ მეორე უფრო მარტივი კლავიშებით გასაკეთებელი ხერხი ეს არის Ctrl Shift და ამ ფრჩხილს რა ქვია ტრანსკრიფციის ფრჩხილს ვეძახი მე სინამდვილეში რა ქვია არ მახსოვს მოდი დაგიწერთ ამ შემთხვევაში ყველაზე წინ გადმოხტება ეს ჩვენი ფორმა მაგალითად თუ გვინდა რომ ეს ჩვენი ფორმა ყველაზე უკან წავიდეს ამისათვის ვაჭერთ ისევ მარჯვენა კნოპკას ღილაკს arrange და back აი ნახეთ აქაც უწერია shift control და ტრანსკრიფციის ფრჩხილი შეტრიალებული ასე სუბოლოში გავუშვებთ ახლა დავუბრუნოთ ისევ წინ და არ გვინდა ვთქვათ ბოლოში რომ გავუშვათ და გვინდა რომ გავუშვათ ერთი აი ამ ერთი კუბიკის უკან ამ ერთი კუბიკის უკან რომ გავუშვათ ეს ჩვენი სამკუთხედით რა ვიცი ოთხკუთხედი ის არის ლოკაციის ნიშანი ამისთვის ვაჭერთ arrange-ს და აი ნახეთ და აქაც შრიფტის გარეშე ზუსტად იგივე Ctrl ტრანსკრიფციის ფრჩხილი მაგრამ ესეც იგივეა აი ამის უკან წავიდა და მაგიტა ეს არ ყოფილა ყველაზე წინ აი ესე ახლა უფრო მარტივი იქნება აი გადავიდა ამის უკან თუ გვინდა რომ კიდევ უფრო უკან იყოს კიდე იგივეს გავაკეთებთ ერთით გადავაბიჯეთ უკან
თუ გვინდა რომ ორით გადავაბეჭოთ, იგივეს გავაკეთოთ. ან კიდევ კლავიშებით წავ და სადამდეც გვინდა, იქ გავაჩერებთ. აი ნახეთ აქ ეს ლურჯი წერტილი რომ დადის, იმას ნიშნავს სად მდებარეობს და რის ქვეშ და რის ზემოთ. ხა რადგან ყველა ფორმატი თქმის ერთნაირია, კარგად არ ჩანს რომელი კონკრეტული კვადრატის თუ ოთხკუთხედის თავზე ან ქვეშ არის, მაგრამ როდესაც ფერადია და სხვადასხვანაირია, ბურად უფრო მარტივია ხოლმე ყველაფრის გარჩევა. დავუბრუნოთ. კარგი იქნება თუ დაიმახსოვრებთ ამ ყველაფრის კეთებას კლავიშებით და არა მაუსით, იმიტომ რომ ეს დროთა განმავლობაში დროში იწელება ხოლმე, სად აი ამას რო გააკეთებ, ესე, მერე ესე და სად ესე ვცობ, ან დროში ძალიან გსხუტავს მაუსით კეთება ამ ყველაფრის. გარდა ამისა, შეგვიძლია გადავატრიალოთ. აი როგორც გვინდა, ისე გადავატრიალოთ ფორმა. ან თუ რაღაც კონკრეტული აუცილებელი ზუსტი გრადუსები ვიცით, რა გრადუსებითაც უნდა გადავატრიალოთ ჩვენი ფორმა. შეგვიძლია აქ პირდაპირ ჩავწეროთ 90 და პირდაპირ 90 გრადუსით გადაბრუნდება. ასევე აქ გვაქვს სარკეს ვეძახი. ესეთ ფორმაზე უფრო ადვილად გამოჩნდება რა იგულისხმება სარკეში. ხა კვადრატზე და წრეზე ეს ცოტა რთული დასანახია ხოლმე. ამიტომ მივეცი ეს ფორმა, რომ უფრო ადვილად აღვქვათ რაღაცეები. როდესაც მივცემთ სარკეს, ჰორიზონტალურ სარკეს, მივიღებთ სარკის ეფექტს. ანუ სარკეში როგორც გამოჩნდებოდა ეს ნივთი. აი ასე. თუ დავაბრუნებ ამას უკან დაბრუნებისთვის რაღაცას რომ გავაკეთებთ და შეგვეშლება, თუ გვინდა რომ ნაბიჯი უკან გადავდგათ და დაუბრუნდეთ საწყის წერტილს, ამისთვის ვიღებთ Ctrl-Z. ეს არის უკან დაბრუნება. კნოპკა, რომელიც ცხოვრებაშიც გაასწორებდა, მაგრამ არ გვაქვს. Ctrl-Z-ს დავაჭირე ახლა მე და დაუბრუნე ჩვენი რაღაც მოსამკუთხედო თავისძველებურ ფორმას. მოდი ახლა დავადებ სარკეს ზემოდან ქვემოთ, ანუ ვერტიკალურ სარკეს. ამ შემთხვევაში ასეთი გამოდის. ამას ბევრ რამეში გამოიყენებთ და მერე გასწავლით კიდევაც, განსაკუთრებით სარეკლამო კომპანიებში დაგჭირდებათ რაღაცეების ბეჭდვის და სერვის ფაილების დასამზადებლად. ანუ ხელწამოსაკრავი არ არის სარკე, მოკლედ რომ ვთქვათ. მოდი, ახლა შემოვიტანოთ ფოტო. ილუსტრატორის გამოყენება შეგვიძლია დაახლოებით, აი ბავშვობაში რო კაპი რო ვკითხავდით ხოლმე მოსაქარგად ან რაღაც მსგავს რაღაცებისთვის, ეგრე შეგვიძლია გამოვიყენოთ ილუსტრატორი. ილუსტრატორში ფოტოს შემოტანა ბევრნაირად ხდება. მაგრამ რამდენიმეს გასწავლეთ. აი მაგალითად მე მინდა რომ აი ეს ფოტო შემოვიტანო. ეს არის ჩვენი სავარჯიშო დღეს. შემიძლია ეს წამოვიღო. აი ესე ჩავაგდო. უკვე ილუსტრატორში მაქვს. ასევე შემიძლია File, Place.
მოვძებნო ეს ფაილი და შემოვიტანო. ესე ვიპოვეთ Google-ში რაღაც ფოტო და მოგვეწონა და ამის შეტანა გვინდა ილუსტრატორში. საერთოდ არ არის ამისთვის საჭირო რომ გადმოვტვირთოთ ეს ფოტო და მე შევიტანოთ ილუსტრატორში. ძალიან მარტივად შეგვიძლია დავაკოპიროთ copy image. paste. ჩვეულებრივად ამ მეთოდითაც შეგვიძლია შემოვიტანოთ ფოტო ილუსტრატორში. ასევე შეგვიძლია open-დან შემოვიტანოთ. აქ recent files აჩვენებს მანამდე რაც მქონდა ნამუშევრები, იქიდან ხარ გინდა რამე რო გავხსნა, არ გვინდა. Open-ს დაეჭერთ, აი ასევე შეგვიძლია აქედანაც რო შემოვიტანოთ, მაგრამ ეს ახალ პანჯერას გამიხსნის. მაგარი განსხვავება. არა, აქედან შეგვიძლია ამოვჭრა Ctrl+5, რაც მე მგონი ყველგან იგივეა. ყველა პროგრამაში დავაბრუნებ აქ. არც ეს არ არის პრობლემა. შემოტანის მეთოდი, რომელიც უფრო მოგიხერხდებათ და გაგიმარტივდებათ, შეგიძლიათ ის გამოიყენოთ. შევეცადოთ გადავხატოთ ეს ყველაფერი. აი, გვინდა რომ კოპიროვკა გავაკეთოთ, ხო? როგორც გითხარით. აი, ამ კვადრატის მსგავსი კვადრატის შექმნა გვინდა. დავუშვათ. მაგრამ დავხატე კვადრატი, დავხატე სიტყვა და წრე და უი ეს დადის. კოპიროვკა სრიალებს, ასე ვთქვათ. ასე ავხსნი. იმისთვის რომ კოპიროვკამ არის სრიალოს, ჩვენმა მასალამ, რასაც ვაპირებთ, რომ ზედმიწევნით გადავიხატოთ, რომ არის სრიალოს, შეგვიძლია ჩავამაგროთ, აი, თვალი, ეს არის ჩაქრობა, უბრალოდ არ ჩანს, აქ არის, მაგრამ არ ჩანს და ჩამაგრება, ბოქლომი. ბოქლომი დაედება და ამას ვეღარ ვეხედით. და თავისუფლად შეგვიძლია აქ მოძრაობა. მოდი გავაკეთოთ სხვა ფერის კონტურები გავაკეთოთ. სხვილი კონტურები. და ახლა ზუსტად იგივენაირი გვინდა რომ გამოვიყვანოთ. ავიღოთ წრეც. ასევე შეგვიძლია ისრებით ვამოძრავოთ. მოდი სხვა ფერი გავაკეთოთ. სადა გავადიდოთ. ცოტანასაც რაღაც სხვა ფერი. ახლა ავიღოთ კვადრატი, ისე. და იმისთვის რომ პროპორციულად გაიზარდოს ფორმა, უცლებელია Shift-ს დავაჭიროთ და ის იქნება კვადრატი. რადგან ეს გაფერადებული არის, რატომღაც ვფიქრობ, რომ გადავიდეთ Fill-ში. ჩავასხათ ფერი ჯობია. ამას ნიშნავს ალბათ. აქ პირიქით. ამოვაქციოთ ფერი. გადავუქციოთ ფერი და კანტი მივცეთ რაღაცა სხვა ფერი. აბა, ახლა როგორ უნდა მოვიქცეთ? 4 პატარა კვადრატი გვაქვს და 1 დიდი კვადრატი. იმისთვის რომ აუცილებლად სანამ ხატვას დავიწყებთ, უნდა დავაკვირდეთ ყველაზე უკან რა ფორმა დევს ეკრანზე, ყველაზე ბოლოში. ამ შემთხვევაში ჩვენთან ყველაზე ბოლოში დევს უკან დიდი კვადრატი.
ამიტომ მოდი დიდი კვადრატი ავიღოთ უკან, პირველი დავხატოთ დიდი კვადრატი და მივცეთ იყოს მწვანე ფერი. და შემდეგ ზემოდან დავახატოთ პატარა კვადრატი. ხედავთ ახლა ეს დიდი კვადრატი, რომელიც უკან უნდა იყოს და ფარავდეს ეს პატარა კვადრატები კუთხეებს. ამას მივცეთ სრული და ფერვა. უფრო კარგად გამოჩნდეს რა გულისხმობ. ან ხელს ნიშლის. ამ ზუსტად ავიღო ის ფორმა და დავინახო და აღვიქვა, რაც მჭირდება, ხო? ასეთ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? წეგან რომ გაჩვენეთ თვალი. ამ თვალს ჩავაქრობთ. ეს არსად არ წავა. დარჩება თავის ადგილსა, უბრალოდ დროებით არ ჩანს. მივცემთ ამ პატარა კვადრატებს შესაბამის ჩვენთვის სასურველ ფორმებს, ზომებს, შეიძლება სამკუთხედები იყოს, არავინ არ აქვს მნიშვნელობა. დავხატავთ ჩვენთვის სასურველ კვადრატებს და ვაბრუნებთ. განემთ ცოტა სხვა ფერი, რომელმეც უფრო კაი საქმელი იქნება. გიგანტს. გამოვიდა ასეთი კვადრატი. ეხლა ბოქს უკან და შემდეგ კვადრატი გვაქვს წინ. ჯერი ხატება ის, რაც უკან არის, შემდეგი ხატება ის, რაც წინ არის. რეალურად საერთოდ არ არის დიდი ტრაგედია, რომ ჯერ ეს დამეხატა, ეს კვადრატი დამეხატა და მე გამომრჩა ვთქვათ უკან რამე ფორმა, ეს ძალიან ხშირად ხდება, როცა ბევრი ფორმა არის და გამომრჩა. რა მოხდა, ხო? დავუშვათ. რას ვაკეთებთ? რაც უკვე მასწავლი გვაქვს. უბრალოდ უკან გავისვრით. ახლა აქ რა ხდება? რა უნდა იყოს ჯერ უკან? ალბათ ეს კვადრატი, ხო? გავაკეთოთ კვადრატი. ფენთული გვჭირდება. წინა ვიდეოში როგორც აგიხსენით, ფენთულით შეგვიძლია ნებისმიერ ფორმას გავაკეთოთ. ასევე აქაც. ფენთულით შეგვიძლია ეს სამკუთხედი ძალიან მარტივად შევკრათ. მივცეთ სასურველი ფერი. თუმცა ფენთულს შემდეგ გაკვეთილში უფრო აღრმად განვიხილავ და ღრმად დავხსნათ. კვადრატების გარეშეც გამოყენების გარეშეც ფენთულით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. მაგალითად ანალოგის ხის დახატვაც. მათ შორის. მზის სხივებიც. მაგრამ მზის სხივების დახატვა უფრო მარტივია ესეთი წიგით. შუაში წრეს. გავკეთებთ. გავექცა, აქ რა უნდა ვქნათ? შეგვიძლია დავაბრუნოთ. ასევე მზე. რადგან მზე უნდა იყოს ყვითელი, მივცეთ ყვითელი ფერი. ამისაც და გარე კონტურიც ყვითელი გავუკეთოთ. მზის ფერი გამოვიდეს. ეს ჩვენი ჩამაგრება მოვხსნათ და საერთოდ გავაქრათ, აი. გამოგვივიდა მშვენიერი საყვარელი ნახატი. კარგი. ახლა დავუშვათ, დავხატეთ ეს მშვენიერი ნახატი, ნამუშევარი. დავდეთ ჩვენს არტბორდზე. მივეცეთ სურათის სახე
და გსურს შევინახოთ. ისევე როგორც ფოტოების შემოტანა ილუსტრატორში, ნამუშევრების გატანაც ხდება ბევრნაირად. თუ მაგალითად გვინდა რომ ეს ნამუშევრები შევინახოთ digital გამოყენებისთვის, ან Facebook-ზე გვინდა განვათავსოთ, ან რამე მსგავსი, ყველაზე კარგი და მარტივი არის ფოტოთ რომ შევინახოთ. File, export, save for web. აქ უკვე ვირჩევთ რა ფორმატში გვინდა რომ შევინახოთ. GIF-ში არ გვინდა რომ იყოს ფოტო. ყველაზე კარგი ვარიანტია რომ შევინახოთ ხოლმე PNG 24-ში. მაგრამ რადგან ჩვენ artboard-ზე ფონი არ გაგვიკეთებია და ჩვენ როგორც ვიცით ეს artboard-ი არის გამჭვირვალე, შუშა ასე ვთქვათ. და ეს შუშა არ დაგვისტიკერებია და არ ამოგვიდია მისთვის ფონი. შეინახება მხოლოდ ფორმები. რომ გინახავთ PNG ფოტოები, მარტო ფორმა რომ ჩანს და ფონი არ აქვს. შევინახოთ და უფრო მარტივი იქნება გასაგებად. დესკტოპზე. ჰაი. არ აქვს უკან ფონი. მე თუ მინდა რომ ეს ფონი იყოს თეთრი, მაშინ ამოვუდებ თეთრ კვადრატს. და მექნება თეთრი ფონი. PNG-ში შენახვის შემთხვევაშიც კი. აი. უკვე თეთრ ფონიას მივიღებ. მაგრამ თუ კი ზარმაცი ხართ და გავიწყდათ ამ ფონის ამოდება საერთოდ და დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია ეს ფოტო PNG ფორმატში იქნება შენახული თუ ნებისმიერ სხვა ფორმატში, მაშინ და სეივების დროს PNG-ს ნაცვლად უბრალოდ JPEG-ს მიუთითებთ და თავისით გაუკეთებს ფონს. უბრალოდ ფორმატი იქნება სხვა. ასევე შეგვიძლია შევინახოთ ამ მეთოდით. Save as. შეგვიძლია შევინახოთ ილუსტრატორის ფაილად. თუ მაგალითად არ დაგვისრულებია მუშაობა რაღაცა კომპოზიციაზე და გვინდა რომ მოგვიანებით გავაგრძელოთ, უმჯობესია შევინახოთ ილუსტრატორის ფაილად. ამ PDF-ად, EPS-ად. SVG ფაილიც ვექტორია. რამდენიმე ვარიანტი არის. ძირითადად მე ვნახავ ხოლმე ან EPS-ს, ან PDF-ს. უფრო მეტად PDF-ს, იმიტომ რომ PDF-ის გახსნა შემდეგ შემიძლია Corel-შიც და ნებისმიერ სხვა პროგრამაშიც და ილუსტრატორის ფაილი კი შეიძლება ყველა კომპიუტერიდან ვერ გავხსნა PDF-ი. უფრო მეტად არის მრავალფუნქციური და ნებისმიერი კომპიუტერიდან თუ მოწყობილობიდან პლანშეტი იქნება თუ ტელეფონი, ამის გახსნა შესაძლებელია და ბევრი gadget-დან შეგიძლია ჩაასწორო PDF-ი. გნებავთ Corel-ში და გნებავთ ისევ ილუსტრატორში ან Photoshop-ში გამოიყენოთ ნებისმიერ პროგრამაში, რომელიც თქვენ მოგესურვებათ. ეს PDF-ად შეგვიძლია შევინახოთ. როდესაც ნამუშევარი შექმნილია უახლეს ვერსიაში ილუსტრატორის ან Corel-ის სულერთი ნებისმიერი პროგრამის ამ პროგრამის უფრო ძველ ვერსიას ხშირ შემთხვევაში უჭირს ხოლმე აღქმა. და ამიტომ ჯობია რომ PDF-ში შეინახოთ. ერთი კიდევ გამომრჩა კანტის შესახებ. ხომ გავამსხვილეთ ეს კანტი ჩვენ აზომაზეც გვინდოდა. როდესაც ფორმას სრდით კანტის სისქე იცვლება.
რაც უფრო დიდია ფორმა, უფრო წვრილდება კანდი. და რაც უფრო პატარა არის ფორმა, ეს კანდი, რაც დაყენებული გვაქვს აქ 9 პოინტზე, მაგალითად, ისევ 9 რჩება ამისთვის, მაგრამ ამისთვის ეს 9 პოინტი ბევრად სქელია, ვიდრე გადიდებულისთვის. თუ კი გვინდა რომ აი ეს ამ კანტის სისქე შევინარჩუნოთ, ამისთვის ვაკეთებთ ესეთ რაღაცას. ეს კანტი უნდა გადავაქციოთ ობიექტად, დავწიროთ. Object. Expand. Okay. ამ შემთხვევაში როდესაც კანტი უკვე დაწირულია და ფორმად არის გადაქცეული, ობიექტად არის გადაქცეული, რამხელადაც არ უნდა გავადიდოთ. ან დავაპატარაოთ, გადმოვატრიალოთ, ეს დისკე მაინც ერთნაირი დარჩება. პროპორციულად გაიზრდება და დაპატარავდება. და არ გაიზრდება, არ დავიწროვდება, მხოლოდ 9 პოინტი არ დარჩება, როგორც წინა შემთხვევაში. არაფერი არ მოვა საერთოდ. პროპორციულად გაიზრდება და დაპატარავდება. და მუდმივად ესეთი ჩარჩოს ფორმა ექნება. აი უფრო კარგად რომ გაიგოთ. ადრე ახსაქმელი რა იყოს. აი რამხელად შეიცვალა, ხო ერთნაირი კუბიკები იყო ორივე. და რამხელად შეიცვალა სისქე ამისა და ამისი, როდესაც ზომაში გავზარდეთ ეს კუბიკი. ეს რომ ყოფილიყო დაწირული როგორც ეს კუბიკი, მაშინ ფორმას არაფერი დაემუქრებოდა და იქნებოდა ესეთი. წინამძღოლში იგივე დაემართება ამასაც. ხედავთ, როგორც წვრილდება გადიდების დროს. იმიტომ რომ ეს წირია. იმიტომ რომ არ დაგვიწირია და არ გაგვიხდია ობიექტი და ეს უბრალოდ კანტი არის გარშემორტყმული ხაზი მუდმივად რჩება იგივე ზომის. და როდესაც 1 მეტრა არის კუბიკი მაინც 9 პოინტი აქვს და როდესაც 1 სანტიმეტრია მაინც 9 პოინტი აქვს და რა თქმა უნდა 1 სანტიმეტრიანზე ეს კანტი ბევრად უფრო 9 პოინტიანი კანტი ბევრად უფრო სქელი ჩანს ვიდრე 1 მეტრიანზე. ამიტომ აუცილებლად ესენი უნდა დაიწიროს თუ ვაპირებთ რომ თუ დავამთავრეთ ხატვა, დავაპირებთ რომ ესენი გავადიდოთ, დავაპატარავთ და მანიპულაციები ჩავატაროთ სხვადასხვა, ამისათვის აუცილებელია რომ დავწიროთ. Expand. ამ შემთხვევაში აღარ შეიცვლის ფორმებს. არ დამახინჯდება, არ დაიფლაზება და ასე შემდეგ. მგონი დღეისათვის საკმარისი იყო ფორმების ახსნა. შემდეგ ვიდეოში უკვე pen-tools ავხსნი და pen-tool-ით ხატვას შევეცდები რომ რაღაც ესეთი პატარა მინიმალისტური ფორმები დავხატოთ. Sketch-ს დაგიტოვებთ საშინაო დავალებისთვის, ასე ვთქვათ და ჯგუფში შეგიძლიათ თქვენი ნამუშევრები ჩაყაროთ გამოტანილი ფოტოთ, შენახული და შევაფასოთ, როგორი გამოვა თქვენი გაკეთებული საშინაო დავალება. ახლა დაგემშვიდობებით და არხი გამოიწერეთ და ეგეთები.